აქ ვერ დაიძინებ. რუსეთში დაიწყო მასშტაბური რეიდები სამართალდამცავების მიერ ჩვეულებრივ მოქალაქეებზე, რათა მათ ბენზინის კანისტრები არ მოაჩინონ და ეს ხუმრობა არ არის. შებეკინო ბელგოროდის ოლქში წყლის ქვეშ აღმოჩნდა კაშხლის გარღვევის შემდეგ, ხოლო ამ ღამით ბელგოროდი და ანაპა კრასნოდარის მხარეში ასევე უკრაინული უპილოტო აპარატების თავდასხმის ქვეშ იყვნენ. გარდა ამისა, უკრაინულმა დრონებმა პირდაპირ დაარტყეს ობიექტს, რომელიც ვლადიმირ პუტინის ხალხს ეკუთვნის. ხოლო რუს ფერმერებს შესთავაზეს გადაერთონ, ყურადღება მიაქციეთ ორთქლის ქვაბებზე და ესეც არ არის ხუმრობა. ყურადღება, ორთქლის ქვაბები და ესეც არ არის ხუმრობა. უკრაინა აგრძელებს მასიურ და რაც მთავარია, შედეგია დრონების დარტყმებს მთელ რუსეთში. დავიწყებ დეტალით, რომელიც რუსეთში მიმდინარე მოვლენებს ბევრად უკეთ აღწერს, ვიდრე ნებისმიერი მიმოხილვა. ფსკოვის ოლქში ძალოვანები დაითვეს კერძო სახლებში და გარაჟებში სიარული და ადამიანების ბენზინის მარაგების ძებნა. არც ნარკოტიკები, არც იარაღი, არა ბენზინი. გუბერნატორმა მიხაილ ვედერკინმა განაცხადა, რომ გარაჟების კოოპერატივებში ჩატარებული რეიდების დროს გამოვლინდა სერიოზული დარღვევები. კერძოდ, მოქალაქეები საწვავის მარაგს ინახავდნენ კანისტრებში და მათზე ყველა შემთხვევაში შედგა ოქმი. ჯარიმა 15,000 რუბლამდე. უფრო მეტიც, გუბერნატორმა კიდეს დაიკვეხნა, რომ დამრღვევები მეზობლების შეთხობინების საფუძველზე აღმოაჩინეს, რომლებმაც განაცხადეს, რომ ადამიანები ამაყობდნენ, რომ მათ აქვთ ბენზინის კანისტრები. აი სადამდე მივიდა ყველაფერი. ამის შემდეგ უკრაინულმა დრონებმა დაარტყეს მოსკოვის მახლობლად მდებარე ლოგისტიკურ ცენტრს, რომელიც ეკუთვნის ვლადიმირ პუტინის უახლოესი მეგობრის ფონდს. და ამის შემდეგ კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა მაშინვე მოუწოდა ევროპას გადაუდებელი მოლაპარაკებებისკენ. სატოვის კრიზისი ოფიციალურად უკვე ზეწოლას ახდენს ამ არასრულფასოვანი ქვეყნის მთელ ეკონომიკაზე. ისე რომ ეს აისახა თუნდაც რუსეთის ფედერაციის საბანკო სისტემაზეც. ამ დროს აზოვის ზღვა, რომელიც უკრაინულმა დრონებმა გადაკეტეს, რუსეთის მარცვლეულის ექსპორტი 10 წლის მინიმუმამდე დაიყვანა. მოკლედ ეხლა ყველაფერს ერთად და თანმიმდევრულად განვიხილოთ. მე ალექსეი პეჩი ვარ. მოდით ერთად გავერგვეთ ამ თემებში. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გამოიწერეთ ეს YouTube არხი, ჩვენ 300,000 გამომწერის ნიშნულს უახლოვდებით და პირადად მადლობელი ვიქნებით თქვენი გამოწერისთვის. აქ ვინ გამოიწერს ბლიად? რატომაც არა? რამდენ ხანს? 1 საათი. 2. მაშასე, 21 ივლისის ღამეს რუსეთში მინიმუმ 350 უკრაინული უპილოტო აპარატი დაფრინავდა. და ცნობილია, რომ არა მხოლოდ უპილოტო აპარატებით, არამედ რაკეტებითაც დაარტყეს ბელგოროდს. ასევე იყო დარტყმა ანაპაზე კრასნოდარის მხარეში. მაგრამ არა მხოლოდ იქ. მაგრამ ეხლა მოდით შევაჯამოთ გასული დღის შედეგები, რადგან იქ ძალიან საინტერესო ობიექტები დაზიანდა. პირველი, უპილოტო აპარატის დარტყმის შედეგად ბელგოროდის წყალსაცავის კაშხალზე დაიწყო შებეკინოს დადბორვა. გარღვევა მოხდა წყალგამშვების მთელ სიგანეზე. დაზიანებული მონაკვეთის სიგრძე დაახლოებით 35 მეტრს შეადგენს.
ამგვარად ეხლა რუსებს ლოგისტიკას უჭრიან, რომ მათ უკრაინისკენ არც კი გაიხედა. საერთოდ დადბორილი ტერიტორიები ნიშნავს, რომ რუსული ბრბო ნამდვილად აღარ შეეცდება უკრაინისკენ წასვლას. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ამჟამინდელი დაზიანება ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე 2021 წლის შემოდგომაზე. მაშინ დაზიანებული იყო მხოლოდ გამშვები კარიბჭეები და მაშინაც რუსები ცდილობდნენ ხარკოვის ოლქზე შეტევას. ამჯერად წყალგამშვებთან მოხდა კაშხლის ფაქტობრივი ჩამონგრევა. მეორე. სანამ რუსები თუწუმებენ, რომ ვაიბერის საწყობებში საქონელი დაეწვათ, რა ვქნათ? მე 10 მილიონის საქონელი დამეწვა. აღმოჩნდა, რომ 20 ივლისის დილით უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებმა სამხრეთის კარიბჭის ლოგისტიკური კომპლექსი დაარტყეს. მოსკოვის მახლობლად, დომოდედოვოში. ეს არის უზარმაზარი საწყობის ჰაბი, რომლის საერთო ფართობი 600,000 კვადრატული მეტრია და ის მდებარეობს დაახლოებით 28 კილომეტრით სამხრეთით მკადიდან. საწყობებში გაჩნდა ხანძარი და იგივე რუსებმა ისევ რატომღაც დაიწყეს წუწუნი. სრულიად ავიწყდებათ, რომ მათი არმია უკვე რამდენიმე ჩვეულებრივი ნოაპოშტის საწყობი გაანადგურა უკრაინაში. მე ვარ სუბტიტრები გააკეთა დიმატორ ზოთი. და აი რა არის საინტერესო. ამ დარტყმის შემდეგ ლოგისტიკურ ჰაბზე სამხრეთის კარიბჭე კრემლმა ძალიან ხმამაღლა დაიწყო თავისი უკმაყოფილების გამოხატვა. ვლადიმირ პუტინის სპიკერი დმიტრი პესკოვი მაშინვე გამოვიდა პრესასთან და განაცხადა, რომ რუსეთი ოფიციალურად მზად არის, რაც შეიძლება მალე დაიწყოს მოლაპარაკებები ევროპასთან. როგორც ჩანს, რა კავშირი აქვს დამწვარ საწყობებს და პესკოვის ასეთ რეაქციას. სააგენტოს გამოცემამ გაარკვია, რომ კომპლექსი, რომელიც თავდასხმის ობიექტი გახდა, ეკუთვნის ფონდს სახელწოდებით ტალანტი და წარმატება, რომლის დამფუძნებელია ველონჩელისტი სერგეი როლდუგინი. სერგეი როლდუგინი ვლადიმირ პუტინის უახლოესი მეგობარია. გარდა ამისა, ამ ფონდის მეურვეთა საბჭოს თავმჯდომარე თავად ვლადიმირ პუტინია. და ის პარკის სისტემის მონაცემებით ფონდი ფლობს 84 ოპერატორ კომპანიას. Instant Development-ის საწყობებზე, ანუ უკრაინულმა დრონებმა ფაქტობრივად დააზიანეს ქონება, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვასთან. და როგორი სიმბოლურია, რომ ამის შემდეგ პუტინის სპიკერმა პესკოვმა უბრალოდ მოლაპარაკებებს შეეხვეცა. ამბობს, ой, ჩვენ მზად ვართ ევროპელებო. მოდით ვილაპარაკოთ, რატომ გირთხამთ ასე ჩვენ საწყობებზე? მოდით მოლაპარაკებები ჩავატაროთ. დაიმახსოვრეთ, სანამ საქონელი იცოდა. რაღაც მცენარეების. Wildberry-ის საწყობებში პესკოვამდე ყველა სულ ერთი ჰქონდა, ყველა სულ ერთი იყო. რუსები threads-ში წუწუნებენ, რომ კომპენსაცია არ გადაუხდიათ, კიდევ რაღაც ყველას ფეხებზე ეკიდა ობიექტურად. ყველას აბსოლუტურად არ აინტერესებდა. მაგრამ როცა დაარტყეს საწყობებს, რომლებიც პუტინის უახლოეს გარემოცვას ეკუთვნის, უცებ ალაპარაკდნენ მოლაპარაკებებზე. და აი დამწვარი საწყობების საკუთრების ისტორია დომოდედოვოში ასევე ძალიან საჩვენებელია. საქმე იმაშია, რომ 2022 წლამდე ჰაბი ჩეხურ კომპანიას PPF ეკუთვნოდა, რომელმაც გადაწყვიტა რუსეთიდან გასვლა უკრაინაში ომის გამო და გაყიდა თავისი აქტივები. ანუ ამ საწყობებიც კი რუსებმა არ ააშენეს, ისინი მათაც კი არ ეკუთვნოდათ. და აი 2026 წლის დასაწყისში მთავარ მფლობელად პუტინის ფონდი გახდა. ამ ჰაბში საწყობების მოიჯარეებს შორის არიან Wildberries-ი, Alibaba ჯგუფი და Limana Pro. გუბერნატორის მონაცემებით, მოსკოვის ოლქის გუბერნატორის ანდრეი ვორობიოვის თქმით, დომოდედოვოში თავდასხმისას დაშავდა 7 ადამიანი, მათგან 6 ჰოსპიტალიზებულია, მათ შორის 3 ჩინეთის მოქალაქეა. უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ დარტყმები დაადასტურა და აღნიშნა, რომ უკრაინის საზღვრიდან დაზიანებულ ობიექტებამდე მანძილი 400 კილომეტრზე მეტია. და დომოდედოვოს გარდა იმ დღეს დრონებმა დაარტყეს ნავთობაზას და კიდევ ერთ Wildberries-ის საწყობს პოდოლსკში. ასევე სამხედრო აეროდრომს კუბანში, 7 ელექტროქვესადგურს ყირიმში და ავტოგასამართ სადგურს ბელგოროდში. მოკლედ, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების შემდეგ უკრაინული დრონების ახალი სამიზნეები გახდა Wildberries-ის საწყობები, რადგან იქ ინახებოდა სამხედრო საქონელი. მათ შორის უპილოტო აპარატები, დრონები და რაც მნიშვნელოვანია, მათთვის საჭირო ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელები. მაგრამ ეს მხოლოდ ნაწილია. რუსები თავად ამაყობდნენ ცოტა ხნის წინ, რომ Wildberries-ი გარკვეული სამხედრო ტექნიკის მიწოდებითაც კი იყო დაკავებული.
ნიშნულოვანი აღინიშნოს, რომ ოკუპანტების საწყობებზე დარტყმებზე გადასვლა ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებს დარტყმების შემდეგ შემთხვევითი არ არის. საქმე იმაშია, რომ ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებმა ზოგადად თავის საქმე გააკეთეს და რუსეთში ძალიან საინტერესო პროცესი დაიწყეს, რასაც პირადად მე არც კი ველოდი. რუსული ბანკები მზადებას იწყებენ იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკი ისევ გაზრდის საკვანძო განაკვეთს სწორედ სატოვის კრიზისის გამო. ფინანსისტებმა შენიშნეს, რომ საბანკოთა შორისო ბაზარზე ასეთ შემოbrunებას უკვე ითვალისწინებენ. და ეს მნიშვნელოვანი სიგნალია, რადგან აქამდე რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკი განაკვეთს ეტაპობრივად ამცირებდა. ახლა კი მზად არის უკან დაიხიოს. მასშტაბის გასაგებად საჭიროა ერთი ქრონოლოგიის ახსნა. 2024 წლის ბოლოს სამხედრო ინფლაციის გამო რუსეთის ფედერაციის ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი 21%-მდე გაზარდა. ეს ის დონეა, რომელიც 2000-იან წლების დასაწყისიდან არ ყოფილა. შემდეგ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ცენტრალური ბანკი ამ განაკვეთს ამცირებდა. და ეხლა საწვავის კრიზისმა შეიძლება ეს პროცესი არა მხოლოდ შეაჩეროს, არამედ პირიქით, ისევ გააბრუნოს და განაკვეთის აწევას დაუბრუნოს. ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილე ალექსეი ზაბოტკინი, 14 ივლისი. პირდაპირ განაცხადა, რომ რეგულატორს არ აქვს უფლება თვალი დახუჭოს საწვავის ფასების მდგომარეობაზე და იძულებული იქნება იმოქმედოს. მიზეზი ძალიან მარტივია. ბენზინი და დიზელი შედის საუნხმარებლო კალათაში. მათი გაძვირება პირდაპირ აჩქარებს ინფლაციას, ხოლო შემდეგ ძვირდება ყველაფერი, რაც ტრანსპორტირებას უკავშირდება. და როსტატის მონაცემებით, ბენზინის საცალო ფასებმა უკვე აჩვენა რეკორდული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში. ანუ თითქმის მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც მელოდი დიქტატორი ვლადიმირ პუტინი მართავს ქვეყანას. კერძო ბენზინგასამართ სადგურებზე ზოგან ბენზინის ლიტრი უკვე 140 რუბლად იხდება, ხოლო ყირიმში და სევასტოპოლში ფასი 200 რუბლამდე ადიოდალიტრზე, ზოგჯერ კი 350-მდეც. და ეს შოკი ყველა ცხოვრების სფეროში ვრცელდება. პირველ რიგში რუსეთში ოფიციალურად ავტომობილების გაყიდვები დაეცა. ხალხი უბრალოდ ხვდება, რომ არ ღირს მანქანის ყიდვა, რისთვის უნდა იყიდონ, რადგან მაინც ვერ შეავსებენ საწვავით, ამიტომ ავტომობილების გაყიდვები დაეცა. მეორე რუსეთის ფედერაციის 25-ზე მეტმა რეგიონმა ოფიციალურად გაზარდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასური. ანუ გადამზიდავები უბრალოდ მგზავრებს გაძვირებული დიზელის ხარჯს აკისრებენ. მესამე, ოფიციალურად რუსეთის ფედერაციის 13 რეგიონში ყურადღება ბენზინგასამართ სადგურებზე მორიგეობენ პოლიციის, როსგვარდიის და მოხალისეთა პატრულები. ისინი აკრიან გადარეულ რუსებს, რომლებიც რიგში დგომისას ერთმანეთს სახეში ურტყამენ. ასევე ეს პატრულები იცავენ თვითონ ბენზინგასამართ სადგურებს ამ ველურებისგან, რომ რუსებმა უბრალოდ არ დაიწყონ დარბევა და ბენზინის ქურდობა. ხოლო ირკუტსკის ოლქში სამართალდამცველები ადამიანებსაც კი აკავებენ, რომლებსაც ხელისუფლება უკვე სპეკულანტებს უწოდებს. ფაქტობრივად კი, მაგალითად, ფსკოვის ოლქში ხალხმა იყიდა ბენზინი, ჩაასხა კანისტერში და შეინახა გარაჟში. შემოიჭრებიან სამართალდამცველები. სამართალდამცველები ამბობენ: თქვენ სპეკულანტები ხართ, გარაჟში ინახავთ ბენზინს კანისტრებში. 15000 რუბლის ჯარიმა. ნიშანდობლივია ხელისუფლების რეაქციაც რუსეთის მოსახლეობის უკმაყოფილებაზე. ერთიან რუსეთში ასეთი პუტინის პარტია, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც საწვავის კრიზისით აღშფოთდნენ, შეადარეს ციტატა ნაძღენ მოზარდებს. და დეპუტატები აცხადებენ, რომ არ არის საჭირო წუწუნი. ამბობენ, რომ 90-იანებში როგორღაც გადავრჩით, ეხლაც როგორღაც გადარჩებით. კიდევ ერთი მიმართულება, სადაც უკრაინული დარტყმებმა შედეგი გამოიღო, ზღვა. აზოვის ზღვის ბლოკადამ უკრაინული დრონებით რუსული ხორბლის ექსპორტი 10 წლეულის მინიმუმამდე დაიყვანა. ლოგიკა ძალიან მარტივია. აზოვის ზღვით გადის რუსეთის მარცვლეულის ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი, დაახლოებით 20-დან 25%-მდე, ხოლო პორტები და გემები ეხლა მუდმივი დარტყმების ქვეშ არიან. მარცვლეულის გაყიდვა ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა, არც მყიდველია და არც საშუალება. ზღვით გადაზიდო ძალიან საშიშია. რუსეთისთვის ეს ორმაგი დარტყმაა. ქვეყანა კარგავს არა მხოლოდ ნავთობის შემოსავალს, ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებსა და პორტებზე თავდასხმის გამო, არამედ მარცვლეულისგან მიღებულ ვალუტურ შემოსავალსაც, რომელიც რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია. პარალელურად უკრაინამ ყირიმის ბორანებზეც გაავრცელა ინფორმაცია. უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების განცხადებით, 5 ბორანიდან, რომლებიც ყირიმში ქერჩის სრუტის გავლით გადაადგილდებოდნენ, 3 სრულად განადგურებულია. ხოლო დარჩენილი 2 ფაქტობრივად ბარჟებად იქცა. ანუ მათ სრულფასოვანი გადაყვანის ფუნქცია დაკარგეს.
ეს კამპანიის ნაწილი, რომელიც კრილიმის ნახევარკუნძულის იზოლაციას ისახავს მიზნად, ზღვაზე ლოგისტიკის გადაკეტვასაც მოიცავს, ელექტროქვესადგურებზე დარტყმებთან ერთად. და ამ ყველა პრობლემის ფონზე კრემლი ცდილობს როგორმე მაინც კარგი ამბები შექმნას. ვლადიმირ პუტინს მოახსენეს, რომ რუსეთის კონტროლქვეშ დაბრუნდა ეგრეთ წოდებული სახმელეთო ხიდი ყირიმში. დიახ, თქვენ არ მოგეჩვენათ. იცით, როცა ეს ამბავი ვნახე, უბრალოდ გავოცდი. ვიფიქრე, მოიცა, რა ხდება? საუბარია სახმელეთო დერეფანზე აზოვის ზღვის სანაპიროზე, რომელიც რუსეთს აკავშირებს ოკუპირებულ ყირიმთან, უკრაინის ოკუპირებული სამხრეთის გავლით. და საქმე იმაშია, რომ უკრაინულმა ჯარებმა ეს ტერიტორია ფიზიკურად არ გაათავისუფლეს, არ შესულან ამ ტერიტორიაზე. მაგრამ როგორც იცით, უკრაინული დრონები ამ რაიონში ლოგისტიკაზე დარტყმას ახორციელებდნენ, რაც ნებისმიერ მომარაგებას ართულებდა. მე სპეციალურად შევედი, ინფორმაცია გადავამოწმე და რამდენიმე ვიდეო ვნახე, რამდენიმე დადასტურებული ვიდეო. იმაზე, რომ პირდაპირ გუშინ უკრაინულმა დრონებმა ავტომობილებზე თავდასხმა განახორციელეს ეგრეთ წოდებული ნოვოროსიის გზაზე, სწორედ ამ სახმელეთო კორიდორზე. და უცებ ჩნდება ახალი ამბავი, რომ პუტინს მოახსენეს სახმელეთო კორიდორის რუსეთის ფედერაციის კონტროლქვეშ დაბრუნების შესახებ. მართლა გავოცდი. ამიტომ პუტინისთვის ანგარიშით ყირიმში სახმელეთო კორიდორზე კონტროლის დაბრუნების შესახებ ეს ფაქტობრივად უბრალოდ თამდევია. ეს არის მცდელობა, რომ როგორმე პოზიტიური სურათი წარმოადგინონ ცუდი ამბების ფონზე. დამწვარი საწყობები, ცარიელი გასამართი სადგურები, ექსპორტის ვარდნა. ეხა უკვე ძალოვნებიც მოდიან გარაჟებში და რეიდებს იწყებენ და ყველა კანისტრის შემოწმებას. ტრემოს სჭირდება აჩვენოს, რომ მაინცადმე საქმეები კარგად მიდის. მაგრამ იცით, თავიდან დავიბენი, მერე კი ვიფიქრე, იქნებ მართლაც ასე სულელები არიან ეს გაულურებული რუსები, რომ მართლა დაიჯერეს ეს ამბავი სახმელეთო კორიდორზე კონტროლის დაბრუნების შესახებ. მაგრამ როგორი სულელი უნდა იყო, რომ ვერ მიხვდე, რომ ისინი ფიზიკურად არც დაუკარგავთ ის. და ბოლოს ამბავი, რომელმაც პირადად მე გამაღიმე. საწოვის მწვავე კრიზისისა და დიზელის დეფიციტის ფონზე რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რუს ფერმერებს შესთავაზა, განეხილათ შესაძლებლობა გამოეყენებინათ ღუმელის საწოვი, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება ორთქლის ქვაბებსა და სამრეწოლო ღუმელებში და ასევე დიზელი, რომელსაც გოგირდის მაღალი შემცველობა აქვს. ანუ ევრო 2 სტანდარტი ყველა ცივილიზებულმა ქვეყანამ საერთოდ დაივიწყა, რომ ასეთი სტანდარტი ოდესმე არსებობდა. და აი უცხებამ რეგიონების აგრარული ორგანოებისგან მოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენად მზად არიან მეურნეობები ასეთი საწოვის შესაძენად. და აღნიშნა, რომ ენერგეტიკის სამინისტრომ დაადასტურა მისი წარმოების შესაძლებლობა. შემდეგ მოვიყვან ციტატას რუსული გამოცემიდან კომერსანტი, იმიტომ რომ ასეთ აბსურდს მე თვითონ მართლა სერიოზული სახით ვერ ვიტყვი. შემდეგ ციტატა. კომერსანტის დარგობრივი წყაროები მიიჩნევენ, რომ ღუმელის საწოვი და დაბალი ხარისხის დიზელი მხოლოდ ძველი საბჭოთა ტექნიკისთვისაა გამოსადეგი. მაშინ როცა თანამედროვე იმპორტული ტრაქტორები და კომბაინები საწოვის ხარისხის მიმართ უფრო მომთხოვნები არიან. როგორც განმარტა სასელექციო მეურნეობა ლაზარევსკაიას გენერალურმა დირექტორმა, ღუმელის საწოვის გამოყენება თანამედროვე ტექნიკაში კატეგორიულად აკრძალულია, რადგან ეს შეიძლება სერიოზულ დაზიანებებს გამოიწვიოს, ხოლო შეკეთება ბევრად უფრო ძვირი დაჯდება, ვიდრე შესაძლო ეკონომია. ამასთან ძველი საბჭოთა ტექნიკისთვის, რომელსაც მეურნეობა თავად არ ემონტებს, ასეთი ვარიანტი სრულიად მისაღებია. შედეგი. უკრაინული დრონები რუსეთის სიღრმეში ურტყამენ და უკვე ვლადიმირ პუტინის უახლოეს გარემოცვასთან დაკავშირებულ ქონებასაც აღწევენ. საწოვის კრიზისი ბენზინგასამართ სადგურებზე არსებული პრობლემიდან გადაიქცა ფაქტორად, რომელიც ცენტრალურ ბანკს განაკვეთის გაზრდაზე ფიქრს აიძულებს. ავტომობილების გაკიდებს ამცირებს და ქვეყნის რეგიონების მეოთხედში მგზავრობის ფასებს ზრდის. აზოვის ზღვა, რომელიც დრონებით არის გადაკეტილი, მარცვლეულის ექსპორტს 10 წლეულის მინიმუმამდე ამცირებს. ხოლო სახელმწიფო, რომელიც ვერ ახერხებს მოსახლეობისთვის ბენზინის მიწოდებას, ახლა სამართალდამცველებს აგზავნის, რომ გარაჟებში დამალული კანისტრები მოძებნონ და ამისთვის დააჯარიმა. ეს არის ის, რასაც უკრაინის შორმანძილზე დარტყმების კამპანია თანდათანობით იწვევს. ეს არის სისტემური ზეწოლა ერთდროულად რამდენიმე არტერიაზე. ჯერ ნავთობის გადამუშავება, შემდეგ ლოგისტიკა, ექსპორტი, ტრანსპორტი და ფინანსები.
და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთის ხელისუფლება მივიდა რეიდებამდე ავტოფარეხებში და ჩვეულებრივი რუსების ბენზინის კანისტრების ძებნამდე, კრემლი ამ ზეწოლას სულ უფრო და უფრო ძლიერად გრძნობს. და ეს კარგი ამბავი. აქ ბრალ წერტილს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი და აჭირეთ ზარის ღილაკს და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის.